Დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, დავბრუნდით ორი ინფორმაციით. ჯერ სტუმარს წაგიდგენთ, ჩვენი სტუმარი არის ახალგაზრდობის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და მშვიდობის განვითარების ფონდის საწავედი. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე, მაგრამ სანამ რატისთან გავისაუბრებდით, მინდა ბაჩოს მივმართო, რომელიც საკმაოდ ლამაზ და შესანიშნავ თოჯინას გაათამაშებს. დილა მშვიდობის ბაჩო, როგორ ხარ? მოგესალმებით. 4 შაბათია დღეს და ჩვენი ვიქტორინაც პირდაპირ ეთერშია. შობა ახალი წელი მოდის და იმეც მოვედი ესეთი ფერადი ანგელოსით. მოდი მე შევახსენებ მაშინ მაყურებელს აქვე ჩაინიშნო ტელეფონის ნომერი 253-03-23 ჩვენს თამაშს ბაჩო ათამაშებს საერთოჯინას და ვინც პირველი დაასწრებს დარეკავს და გაგცემს სწორ პასუხს ბაჩოს შეკითხვაზე მიიღებს საერთოჯინას 253-03-23 აბა აკრიფეთ და დაელოდეთ ბაჩო გთხოვთ გაჟღერო შობა ახალი წელი გვიახლოვდება და კითხვაც შესაბამისია მოკლედ ასე კითხვა ასეთია რას უწოდებდნენ ძველად გურიაში ახალ წელს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რას უწოდებდნენ ძველად გურიაში ახალ წელს. ნომერით შევახსენოთ ბაჩო. კი, ახლა უჭირავს რომელიმე მაყურებელს ტელეფონი და კრებს 253-03-23 და გვყავს უკვე გამარჯვებული მანანა ბეჟიტა. გამარჯობა მანანა. დილამშვიდობის. გილოცავთ დამდეგ ახალ წელსაც და თოჯინასაც. შობა ახალ წელს. გისმენთ აბა სწორი პასუხი. კალანდა. დიახ. თქვენ სრულუფლებიანი მფლობელი გახდით აი ამ არაჩვეულებრივი ულამაზესი თოჯინ ანგელოსის დაელოდეთ ჩვენი პროდიუსერი გეტყვით თუ სად გადმოგეცემათ ეს ნამუშევარი დიდი მადლობა ზარისთვის დიდი მადლობა ბაჩო შენ რომ ყოველდღე 4 შაბათს ვარ ჩვენთან 4 შაბათამდე დიდი მადლობა ბაჩო მადლობა მანანას ულოცავ ანგელოზები ნურასოდეს მოგიშალოთ ღმერთმა და მრავალ ახალ წელს დაესწარ და გავაგრძელოთ უკვე ჩვენ სტუმართან ერთად საუბარი და შევახსენოთ ხო მისი მოსვლის მიზეზი შევახსენოთ რომ დღეს გაიხსნება საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ორდღიანი რიგით მეხუთე ფორუმი, რომელსაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მშვიდობის განვითარების ფონდი წარმოგიდგენს. და კიდევ ერთხელ შეგახსენებ ჩვენი სტუმრის ვინაობას, ჩვენი სტუმარია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე. დილამშვიდობის კიდევ ერთხელ და დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მოკლედ 18 და 19 დეკემბერს შედგება რიგით მეხუთე ჩატარდება უკვე ფორუმი. მოდით გითხარით რით განსხვავდება წლევანდელი ფორუმი წინა მორბედი 4-ისგან. დიახ, პირველ რიგში გეტყვით, ანუ რა არის წლევანდელი ფორუმის მიზანი? ეს მდგომარეობს იმაში, რომ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს მიეცეთ იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი საქმიანობა გააცნონ ფართო საზოგადოებას და ამავდროულად ჩვენც, როგორც სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებს, მოგვეცეს იმის შესაძლებლობა, რომ მათ წარუდგინოთ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. რაც შეეხება იმას თუ რითი განსხვავდება, ეს არის სრულიად ახალი ფორმატი, კერძოდ სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრის შემდგომ გაიმართება გამოფენა. ანუ მათ მიეცემათ სტენდები და სტენდებზე საშუალება მიეცემათ გამოფინონ ის პროდუქცია, თქვათ, რომელიც აქვთ, კერძოდ ბუკლეტები, თავიანთი ბროშურები და საზოგადოებასთან უშუალო კონტაქტში გააცნონ მათ თავიანთი საქმიანობის შესახებ ამავდროულად ეს არის მექანიზმი იმისა, რომ შედგეს სახელმწიფოსა და ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის დიალოგი და ის ჩართულობა, რომელიც ჩვენ მათ შევთავაზეთ ზუსტად 1 წლის წინ რეალობაშიც, ასე ვთქვათ, საკუთარ თავზე იგრძნონ და კერძოდ 19-ში იქნება განხილული მათთან ერთად სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის ახალი ვერსია და ის შენიშვნები და საქმიანი რეკომენდაციები, რომელიც მათი მხრიდან იქნება გაკეთებული, იქნება საქართველოს მთავრობიდან აუცილებლად გათვალისწინებული და ეს დოკუმენტი დამტკიცდება უკვე 2014 წლის იანვარში. საინტერესოა რა კრიტერიუმებით ხდება ამ ფორუმში ორგანიზაციების შერჩევა ფორუმში. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ახალი ბაზა ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების და რომელში დარეგისტრირების შემდეგაც ნებისმიერ ორგანიზაციას უკვე აქვს იმის საშუალება, რომ ყისიერად მიიღოს ინფორმაცია იმ ახალგაზრდული პროექტების შესახებ, რომელსაც ახორციელებს სამინისტრო და ამავდროულად მათაც შეუძლიათ ამ ბაზაში გაცვალონ ინფორმაცია და სწორედ ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ ბაზაში არიან დარეგისტრირებული,
არიან მოწვეულები. თავიდან დარეგისტრირებული იყო 138 ორგანიზაცია, მაგრამ მას შემდგომ რაც ეს ინფორმაცია უფრო მეტი ორგანიზაციისათვის გახდა ცნობილი, დაუშვით უკვე 160-ზე მეტი ორგანიზაცია. და ვინ არის ლევანდელ ფორუმზე მოწვეული? ლევანდელ ფორუმზე მოწვეულია საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა ახალგაზრდული ორგანიზაცია. ამავდროულად ხა 10 საათზე იქნებიან საქართველოს მთავრობის წევრებიც და ასევე ველოდებით საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც, რომელიც შემდგომში უკვე მოვა ამ გამოფენაზე და ასევე მიმართავს ახალგაზრდებსაც. ანუ დღეს და ხვალ 18-19 დეკემბერს გაიმართება რიგით მეხუთე ფორუმი. მოდით გითხარით იმ ღონისძიებების შესახებ, რაც გაწერილია და დაგეგმილია ამ დღების განმავლობაში. ასეკებია რომ 10 საათზე იწყება დილით. დიახ, რაც შეეხება, ანუ თავდაპირველად როგორც უკვე გითხარით, იქნება მთავრობის წევრების შეხვედრა ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, შემდგომში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მასზე დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები, როგორც უკვე გითხარით, გააცნობენ 2013 წლის საქმიანობის ანგარიშს, ამავდროულად წარუდგენთ იმ პრიორიტეტებს, რომლებიც გვაქვს 2014 წელში და შემდგომ უკვე დაიწყება გამოფენა. მეორე დღეს უკვე უცხოელი ექსპერტები წარადგენენ ერაზმუს მუნდუსის პროგრამას. შემდგომ იქნება ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის განხილვა, შემდგომში მოხდება ცალკე სამუშაო ჯგუფებად დაყოფა და ეს ცალკე სამუშაო ჯგუფები წარმოადგენენ რეკომენდაციებს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის ახალ რედაქციაზე და შემდგომში იქნება კვლავ გამოფენა, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს და გაეცნოს ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობას და თქვენს როგორც ახალგაზრდებს ასევე დიდი მადლობა. ამ გამოფენით დასრულდება, როგორც მივხვდით, ორდღიანი ფორუმი. დიახ, ეს იქნება ორივე დღეს არის გამოფენა და პრინციპში არის ძალიან ისეთ დიდი ღონისძიება, რომელიც ეძღვნება ახალგაზრდებს და რომელიც მიზანიც იმაში მდგომარეობს, რომ რაც შეიძლება სახელმწიფომ მეტი მზრუნველობა გამოხატოს მათ მიმართ და ამავდროულად ისინიც მაქსიმალურად ჩაერთონ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მსგავსი აქტივობა საკმაოდ დიდი სტიმული იქნება ალბათ მათთვის. საინტერესო ინიციატივა და საჭიროა ამავდროულად. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. თქვენ გეჩქარებათ ახლა, ვიცით რომ 10 საათიდან იწყება უკვე ეს ყველაფერი. აუცილებლად მე მაყურებელს შევახსენებ, რომ სწორედ 18 და 19 დეკემბერს, ანუ დღეს და ხვალ გაიმართება საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების რიგით მეხუთე ფორუმი, რომელსაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მშვიდობის განვითარების ფონდი წარმოგვიდგენს. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. წარმატებებს გისურვებთ, კარგად ბრძანებით. რეკლამას დავუთმოთ ეთერი, რეკლამის შემდეგ კი იმ პროექტზე ვისაუბრებთ, რომელიც შეგვიქმნის წინა საახალწლო განწყობას.